დღეიდან 1 აპრილიდან საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის პარკებს წესითა რიგით უნდა დავემშვიდობოთ. თემაზე საუბარს სტუმართან ერთად გავაგზავნებთ ბიზნეს სიახლეებში. დღეიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკატის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია იგრძელება. სუპერმარკეტები ვალდებულები არიან მომხმარებელს უკვე დღეიდან ბიოდეგრადირებადი პარკები შესთავაზონ, რაც პლასტიკის პარკებთან შედარებით უფრო ძვირია. რა უპირატესობა აქვს ბიოდეგრადირებად მასალას და როგორ ხვდებიან ბიზნეს იმპორტიორები და ბიზნეს ოპერატორები ახალ ინიციატივას ვნახოთ შალვა სუბაძის სიუჟეტში. სტატისტიკის თანახმად საქართველოში თითო მოქალაქე წელიწადში 500-ზე მეტ ერთჯერად პოლიეთილენის პარკს მოიხმარს. გარემოში მოხვედრის შემდეგ კი მის დაშლას საუკუნეზე მეტი დრო სჭირდება. გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით 1 აპრილიდან პლასტიკის პარკებს ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს, რომლებიც გარემოში მოხვედრიდან რამდენიმე კვირაში იშლება. ვიზუალური სხვაობა დიდი არ არის, რასაც ვერ ვიტყვით ღირებულებაზე. წარმოებლები ამბობენ, რომ ბიოდეგრადირებადი პროდუქტი პლასტიკის პარკთან შედარებით 6-ჯერ ძვირია. მათივე თქმით, ამ დრომდე არ არსებობს სახელმწიფო ლაბორატორია ბაზარზე მოხვედრილი პარკების შემადგენლობის გასარკვევად, რაც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს ოპერატორების კონტროლს აფერხებს. 127 კაციდან 80 კაცი უნდა დავტოვო უშევარი. და მე დაკარგული ბაზრის თავიდან მოძიება, იცით, პატარა ქვეყანაა საქართველო და ძალიან ძნელია. ლაბორატორია არ აქვს სახელმწიფოს, აქედან უნდა დავიწყოთ. ჯერჯერობით სახელმწიფო არ არის მზად იმისთვის, რომ შეამოწმოს ჩემს მიერ ნაწარმოები პროდუქცია იქნება თუ არა კანონმდებლობის შესაბამისი. აქედან გამომდინარე, იმპორტს გაეხსნა ხელები, ფაქტიურად წარმოებები ჩერდებით. რეგულაციის გადავადებას არ გეგმავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყებაში განმარტავენ, რომ ბიზნეს ოპერატორებს და მწარმოებლებს რეგულაციასთან ადაპტირებისთვის საკმარისი დრო ჰქონდათ. მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ რეგულაციის შემოღება გარემოს დაცვითი პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია. მსგავსი პოზიცია აქვს საკანონმდებლო ორგანოშიც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ ეტაპზე არ გეგმავს რაიმე სახის ინიცირებას გადავადებასთან დაკავშირებით. იგრძელება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების იმპორტი, რეალიზაცია და წარმოება. შესაბამისად, საქართველოში დაშვებული იქნება ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების რეალიზაცია, წარმოება და იმპორტი. რა თქმა უნდა, ბიზნეს გარკვეულ უხერხულობას უქმნის, გარემოს დაცვის კომიტეტი რა თქმა უნდა მიესალმება ამ ინიციატივებს. საკმარისი მეტი დრო ქონდა ბიზნეს ამისთვის მიცემული. თქვენ ალბათ იცით, რომ ჯერ გასულ წელს 15 მიკრონამდე ზომის პარკები აიგზალა, ყველაზე თხელი. მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ჩვენი გარემო დავიცვათ იმ ფონზე, თუ კი ასეთი ტენდენცია გაგრძელდება. რეგულაციის დადებით ეფექტზე აკეთებენ აქცენტს გარემოს დამცველებიც. მათი განმარტებით პლასტიკის პარკების მოხმარება გარემოს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს და ამდენად სახელმწიფო დათმობებზე არ უნდა წავიდეს. როგორც ირკვევა, გარდა ეკოლოგიური ზიანისა პარკები მოქალაქეებს ფინანსურადაც აზარალებენ. ვინაიდან ხშირია შემთხვევები, როდესაც პირუტყვი სწორედ ორგანიზმში მოხვედრილი პოლიეთილენის პარკის გამო იღუპება. დღეს თუ რამე დაბინძურება არის ქალაქებს შორის და გზებზე, ტრასებზე, მდელოებზე ყველგან ძირითადად არის ზუსტად ესეთი პოლიეთილენის პარკებით დაბინძურება. მესამე მხარე, რომელიც ამას აქვს, ეს არის ის ეკონომიკური ზიანი, რომელიც თითო ოჯახს ადგება, რომელსაც დაეღუპა საქონელი მხოლოდ იმიტომ, რომ საქონელმა შეჭამა პოლიეთილენი. პლასტიკის პარკებთან დაკავშირებული აკრძალვის დარღვევა მეწარმე სუბიექტის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარი იქნება. თემაზე საუბარს ახლა სტუმართან ერთად განვაგრძობთ. ხატია წილოსანი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შემოგვერთა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ხატია. ვნახეთ სიუჟეტი, რომელიც ჯარიმებზე საუბრი დასრულდა. მოდით ეს თემა რომ ამოვწუროთ, დავიწყოთ. როგორ გაკონტროლდებიან საინტერესო მეწარმეები, იმიტომ რომ გვახსოვს, როცა პირველად დაიწყო ამაზე საუბარი და აიკრძალა პოლიეთილენის პარკების გამოყენება, ბაზრობებზე, ქუჩებში, რამდენიმე ობიექტში ისევ გამოიყენებოდა ეს პარკები. ახლა რა ბერკეტებით მოხდება ეს ყველაფერი? მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან სასიამოვნო არის, რომ ამ თემით ინტერესდება ზოგადად მედია, საზოგადოება და მინდა აღვნიშნო, რომ არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და ეს ჩვენგან დამატებით სტიმულს გვაძლევს იმისთვის, რომ სწორი პოლიტიკის გაგრძელება უზრუნველყოთ ქვეყანაში. რაც შეეხება გაკონტროლების მექანიზმს. როგორც თქვენთვის არის ცნობილი, 2018 წლის 14 სექტემბრის მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა პლასტიკის პარკების
წარმოების, ექსპორტის და რეალიზაციის წესები საქართველოში. და აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ თავდაპირველად შეზღუდვა მოხდებოდა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პარკების აკრძალვასთან, რასაც მოყვა დადებითი გამოხმაურება როგორც ბიზნესის მხრიდან, ასევე მომხმარებლის მხრიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო შედარებით უფრო სქელი პარკი, რომელიც ნაკლებად ზიანის მომტანი არის გარემოსთვის. იმიტომ ხშირად გამოიყენება უფრო, ხო? უფრო ხშირად გამოიყენება, უფრო გამძლე და შესაბამისად მომხმარებელი უფრო მეტი აქტიურობით იყენებს მას. და გარდა ამისა, მისი დაშლა ბუნებაში განსხვავებულად ხდება, ვიდრე თხელი 15 მიკრონზე ნაკლები პარკის. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მივდივართ თანდათან ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისკენ და მთავრობის მიერ გაცხადებული პოლიტიკა არის მწვანე ეკონომიკის წახალისება და ხელშეწყობა, ბუნებრივია ეს გულისხმობს გარკვეული ახალი ინიციატივების გაჩენას. და მათ შორის არის ის, რომ უნდა მოხდეს სრულად გადასვლა ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად მასალაზე, რომელიც არის გარემოს მიმართ კეთილგანწყობილი და უქმნის ხო, აი, ზუსტად ამ პროცესზე რო ვილაპარაკოთ, ეს გადასვლის პროცესი. ერთი ამივიღეთ კანონი და საუბრობთ ჩვენ ვიდრე სიუჟეტი გადიოდა. მეორე აღსრულება, ხო, როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. წარმოებლები მაგალითად გარკვეულწილად პრეტენზიებიც აქვთ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამბობენ, რომ უფრო ძვირია ბიოდეგრადირებადი პარკის შეძენა, შესაბამისად უფრო გაზდის ეს და მათ. მოდი ასე ვთქვათ, რომ ნამდვილად თანხობრივად მისი წარმოება არის უფრო ძვირი, ვიდრე ჩვეულებრივი პლასტიკის პარკის. ვინაიდან პლასტიკის პარკი არის განსხვავებული კონსისტენციის, რაც შეეხება ბიოდეგრადირებად, რამდენად განსხვავდება მაყურებელსაც, რომ თვალსაჩინო გახდეს. ვიზუალურად ვერ მივხვდებით, მიხვდებით, მაგრამ ნაკლებად გასარჩევი არის. ბიოდეგრადირებადი, კომპოსტირებადი პარკი, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, არის უფრო წელვადი სახის, ნაკლები გამძლეობით და სიმტკიცით გამოირჩევა ვიდრე პლასტიკის პარკი. შესაბამისად ნაკლები წონის აწევა შეუძლია, ესე რომ ვთქვათ, და ზომებშიც არ არის, ვთქვათ, ძალიან დიდი. აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ზუსტად რომ ნარჩენების გასატანად, მსხვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენის მათ შორის, ასევე სამშენებლო მასალების ნარჩენების და ასე შემდეგ დარჩეს ისევ პლასტიკის ძველი პარკი, რომელიც არის მსხვილი 50 მიკრონზე მეტი სისქის და მისი გამოყენება არ იკრძალება. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პარკებზე, რომელიც მომხმარებელს მიეწოდება მაღაზიებში პროდუქციის შეძენას. ყოველდღიური მოხმარების პარკებზე ვსაუბრობთ ზუსტად და თემა არის ის, რომ თქვენ ბრძანეთ, რომ კონტროლის მექანიზმი არის ძალიან მთავარი. ამაში გეთანხმებით, სწორედ ამიტომ თვითონ დადგენილებაში რამდენიმე ფილტრი არის, ესე ვთქვათ, დაყენებული. გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს სამივე მიმართულებით კონტროლის განხორციელებას, რაც უკავშირდება წარმოებას, იმპორტს და რეალიზაციას, გაყოფილი არის კომპეტენციები სხვადასხვა უწყებებს შორის. ადგილზე წარმოების შემოწმება ეხება გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს, რომელიც ჩვენი სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება არის და ადგილობრივი მეწარმეები გაკონტროლდებიან ამ სამსახურის მიერ. რაც შეეხება იმპორტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არის იმპორტზე პასუხისმგებელი კომპეტენტური უწყება, ხოლო აღსრულების ნაწილში მაღაზიებში რამდენად მიეწოდებათ იმ სტანდარტის პარკი, რომელიც არის მოთხოვნილი, ეს უკვე არის თვითმმართველობის კომპეტენცია. ანუ არის კარგად გამიჯნული ეს ყველაფერი და ბუნებრივია გონივრული ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას დამატებითი შემოწმება და ამ შემთხვევაში უკვე ჩვენი სამინისტრო უზრუნველყოფს იმას, რომ მან როგორც სახელმწიფოს პოლიტიკის გამსაზღვრულმა უწყებამ დაადგინოს შესაბამისობა სტანდარტთან. ასე გებია, ქაბატონო ხატია. აი მაინც ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე და მაქვს ორი პარკი, ანუ რით შემიძლია განვასხვაო. მე უბრალოდ წარმომიდგენ იმით, რომ ალბათ სანთებელა შეიძლება მივუშვირო და იმიტომ რომ პლასმას რა შეიცავს, ის იღვენთება, ხო? და ამ შემთხვევაში წესით არ უნდა იყოს ეს. დიახ, მაგრამ სანთებელად ხო არის სუპერმარკეტი. ხო, მაგრამ რაღაცა ხო უნდა არსებობდეს ამ არა, ბუნებრივია. კი ბატონო, ახსნით ამასაც. პირველი და ყველაზე მთავარი არის ის, რომ მოთხოვნილი არის დადგენილებით ასევე ნიშანდება. თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს მითითებული, რომ პარკი, რომელსაც მოვიხმართ, არის ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი. და უნდა იყოს ეს კარგად გარჩევადი, თავისი ლოგო უნდა იყოს დატანილი, რომელიც დაადასტურებს ასეთი ტიპის პარკის ნამდვილობას. გარდა ამისა, თუ კი არ იკითხება ნიშანდება, ვთქვათ, და არის ისეთი შემთხვევა, როდესაც ვერ
ვკითხულობთ, ხო, მაინც არ გადაშლილია. ხდება. კი, თქვენ სწორად აღნიშნეთ, პლასტიკი ყოველთვის იღვენთება, ასეთი ტიპის პარკი არ იღვენთება. განსხვავებული ქცევის მქონეა, ესე რომ ვთქვათ, და თქვენ თვითონაც კარგად შეგიძლიათ ნახოთ სხვაობა რა არის. იმიტომ რომ კომპოსტირებადი პარკი ძირითადად მზადდება სიმინდის ფქვილის გადამუშავებული მასისგან და ასევე შაქრის ჭარხლის ნარჩენისგან. შესაბამისად, მისი წვის კონსისტენცია და ზოგადად ხილვადობითაც არის ადვილად შესამჩნევი, რომ ეს არის განსხვავებული. რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ბიოდეგრადირებადი პარკები, რაც ახლა უკვე უფლება გვექნება რომ შემოვიტანოთ. ნაკლებად საზიანოა გარემოს და რამაში იხსნება ესეც რომ ვთქვათ. კი ბატონო, შეიძლება ითქვას რომ თითქმის 100%-ით უსაფრთხო არის გარემოს მიმართ და ხდება მისი დაშლა 3 თვიდან 6 თვემდე პერიოდის განმავლობაში. როდესაც ისე ხდება 50 წელი. მინიმუმ არის 100 წელი ჩვეულებრივი პლასტიკის პარკის შემთხვევაში და მინდა ვთქვა რომ 322 ტონა მილიონი ტონა, უბრალოდ პლასტიკის პარკი იწარმოება მსოფლიოში წლის განმავლობაში. და აქედან მხოლოდ პარკები ეს არა, მხოლოდ პლასტიკის პარკი და არა ვთქვათ შესაფუთი მასალა, ან არა ვთქვათ ის მსხვილი მოხმარების. საწურპებზია კიდე სერიოზული პრობლემა. დიახ, მილაკები. ეს არის უკვე მეორე ეტაპი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამაზეც ვმუშაობთ და აუცილებლად იქნება ამასთან დაკავშირებითაც კომუნიკაცია ბიზნესთან, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ახალი ინიციატივის წარდგენა ხდება, ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს დარეგულირებული, რომ ერთი თვით ადრე იტვირთება ნებისმიერი სამუშაო დოკუმენტი სამინისტროს საიტზე და ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია გამოაგზავნოს კომენტარი, შეიტანოს თავისი შესწორება, მოსაზრება. ამის გარდა ჩვენ ორჯერ მინიმუმ ვმართავთ ხოლმე კონსულტაციას პირდაპირ კომუნიკაციის გზით ბიზნესთან, რომ შევამოწმოთ მათი მზაობა. დიდი მადლობა. ხატია წილოსანი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო ჩვენთან ერთად სტუდიაში ვსაუბრობდით ძალიან აქტუალურ თემაზე. და იმედია ეს თემა საერთოდ ამ ბიზნესის ამ კუთხით განვითარება ზოგადად საფუძველს ჩაუყრის და დაამკვიდრებს კულტურას, რომ ძალაჯერადი პარკებითაც ვიაროთ. კი ბატონო და ჩანთით ვიაროთ, როცა უწავთ, აი როგორც უცხოეთში არის მაგალითად. კი ბატონო, ყველა ჩანთაში მქონდეს. ჩანთით და სპეციალურად. კიდე ჩვენს მოხმარებასაც შეგვექნება საშუალება რომ გავაკონტროლოთ ეს და ადამიანი. გარდა ამისა, ეს ხელშეუწყობს სამომავლოდ ნარჩენების სწორად მართვას ზოგადად. თავისთავად ხადია. ალბათ ხატია წილოსანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე საუბრობდა ჩვენთან ერთად.